ესტონეთმა დამატებით 14 მაღალი რანგის ოფიციალური პირი სასანქციო სიაში შეიყვანა. მათ შორის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. დღეს ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ შეთანხმების მიღწევას დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მქონე პირებისთვის და გარკვეული პერსონებისთვის აკრძალვის დაწესებაზე. მაგრამ ეს იქნება უფრო ხანგრძლივი დისკუსია. ის რაც ხდება ახლა საქართველოში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არაა დემოკრატიული საზოგადოება. ეს არის ძალადობა ადამიანის უფლებების წინააღმდეგ და ეს დანაშაულებრივი ქმედებებია. არ ვაპირებ ვაღიარო არჩევნების შედეგები როგორც გამჭვირვალე, პატიოსანი და დემოკრატიული. ეს ასე არ იყო. ამიტომ მოხარული ვარ, რომ დღეს ამ საკითხსაც განვიხილავთ. ასევე ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ზომების ჩამონათვალი, რისი გაკეთებაც შეუძლია ევროკავშირს სამომავლოდ. თუ საქართველოს ხელისუფლების წევრები არ შეცვლიან კურსს, რომელიც მიმართულია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მაშინ ასევე არსებობს სამომავლოდ უვიზო მიმოსვლის აკრძალვის შესაძლებლობაც. ქართველმა ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. მაგრამ იქნება შედეგები საქართველოს ხელისუფლებისთვის. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ, ქართული ოცნების ლიდერებმა მოატყუეს ქართველი ხალხი, ასევე ჩვენ. ამიტომ ამას მოჰყვება შედეგები. ქართულ ხალხს და ყველა ერს აქვს უფლება მშვიდობიანად იბრძოლოს თავისი უფლებებისთვის. მაგრამ დღეს მინდა ვთქვა, რომ საქართველოდან ევროკავშირისკენ მიმავალი ავტობუსი უკვე გაჩერდა. უკვე გაჩერდა ყველა დაფინანსება. ახლა უკვე კითხვა ისმის იმასთან დაკავშირებით, დავაწესებთ თუ არა სანქციას კონკრეტული პირების მიმართ და ასევე დიპლომატიური თუ სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელებს. იმედი მაქვს, რომ ეს ასეც იქნება. შეიძლება ეს ყველაზე პრაქტიკული ნაბიჯი არ არის, მაგრამ ეს არის გზავნილები ქართველი ხალხისადმი, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ.